რომის უსასტიკესი იმპერატორის დიოკლეტიანეს მმართველობის ხანა ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდად ითვლება. დიოკლეტიანე ტახტზე მესამე საუკუნის ბოლოს ავიდა. მისი უშუალო ბრძანებით ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ, ატყვევებდნენ, ტანჯავდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. სწორედ დიოკლეტიანეს სისხლიანი მმართველობისას რომში ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი დიდმოწამე ანასტასია დაიბადა. მამამისი ელინთა წარმართულ რწმენას აღიარებდა, დედა კი ფარული ქრისტიანი იყო. ღრმა გოგონა დედამ აღსაზრდელად ღირსეულ და განსწავლულ ქრისტიან ბრძენკაცს, ქრისოგონს მიაბარა. ის ზრდიდა დიდი სიყვარულითა და ასწავლიდა ღვთისმეტყველებას და ისეთი მონდომება ჰქონდაო, რომ ანასტასიას რომ დღე და ღამე საღვთო ჯულში განისწავლებოდა. ეს ცხოვრებაში როგორ გამოჩნდა, რომ ესე იგი ზერელეთ კი არ იცოდა ქრისტიანობა და მექანიკურად გულამდე ჩასწოდა ქრისტიანობას, დღე და ღამე სწავლობდა, იკვლევდა, იმიტომ რომ ვინც იცი მე ის უკვე შენთვის სასურველი, ვისაც არ ვიცნობდი არ არის სასურველი, უფალი გაიგო და სასურველი იყო და მე ის დიდი გმირობები ამიტომ შეძლო, რომ უფლის სიყვარული ჰქონდა და სადაც ღვთის სიყვარულიაო, მამები წერენ, იქ შიში იკარგება და შიში ქრებაო. ანასტასიას დედა მალე გარდაეცვალა. წმინდანმა მტკიცედ გადაწყვიტა სიცოცხლის ბოლომდე ქალწულება დაემარხა. უსჯულო მამამ ასული საკუთარი ნების წინააღმდეგ გულსასტიკ პომპლიუსს მიათხოვა. იგი სენატორთა შთამომავალი იყო და ელინთა წარმართულ რწმენას აღიარებდა. წმინდა ანასტასიამ თავისი ქალწულების დასაცავად 1000 გვარი ავადმყოფობა გამოიგონა. საოცარი თავგანწირვა გამოიჩინა ამ დროს, გათხოველმა ქალმა ქალწულება და სიწმინდე შეინარჩუნა, ცდილობდა ქმარით ძალმომრეობას და ესე იგი თვითონ 1000 ქალურ დაავადებებს მოიფიქრებდა და ამბობდა, ოღონდ კი სიწმინდე დაეცვა, იმიტომ რომ უნდოდა რომ ესე იგი ზეცის აზრძლო ყოფილიყო და სულითაც და ხორცით უფალს მეკუთვნებოდა, იძულებით გაათხოვეს და ღამ-ღამეობითო გადაიცმებდა უბრალო ადამიანის ტანის 61 ხევალთან ერთად წავიდოდა და ამ დროს ქრისტიანები იდევნებოდნენ და იმათ უვლიდა, პატრონობდა, მშივრებს აპურებდა, ტასაცმელი მიჰქონდა და ანუგეშებდა, სულიერად ამხნევდა და ეს გაუგია მის მეუღლეს და ესე იგი საშინელი გვემაში ამთხვია და იმითაც განრისხებული, რომ ხორციელი ვნება დაუკმაყოფილებელი რჩებოდა და ეს მეუღლეობას არ უწევდა, იმიტომ რომ ძალით გაათხოვეს და კიდევ ქრისტიანთა სიძულვილი ჰქონდა დიდი და ჩაკეტაო ესე იგი ამ ოთახში და ესე იგი მრავალ განსაცდელში ამთხოვდა. ანასტასიას მალე მამა გარდაეცვალა და მთელი მისი ქონება ქალიშვილს დარჩა. ცბიერმა პომპლიუსმა გადაწყვიტა მეუღლის სასჯელი გაემკაცრებინა, უფრო მეტად ეწამებინა და ბოლოს შიმშილით მოეკლა. ამ გზით იგი წმინდა ქალწულს მოიშორებდა, მის ქონებას კი ხელში ჩაიგდებდა. ღვთის განგებულებით ეს მზაკვრული გეგმა ვერ განხორციელდა. მალე გულბოროტი პომპლიუსი გარდაიცვალა და წმინდა ანასტასია გათავისუფლდა. ნეტარმა მემკვიდრეობით მიღებული ქონება გლახაკებს დაურიგა. იმხანად რომის ციხეებში უამრავი ქრისტიანი იტანჯებოდა. იმპერატორმა დიოკლეტიანემ წმინდა ანასტასიას აღმსწრელი ქრისოგონით დაატუსაღა. რამდენიმე დღეში მისი ბრძანებით ქრისოგონს თავი მოჰკვეთეს და ზღვაში გადააგდეს. ამ პერიოდში მანდ სიახლოვეს ყოფდა 3 ქალწული, აღაპია იყო ესა, მეორე იყო ესე იგი ირინე და მესამე იყო ქიონია და ანასტასიას უფალი გამოეცხადა და დაუწყარო მათო წამებით აღსასრული ელითო და მოწამე გვირგვინს მიიღებენ და წადიდა ანუგეშე ისინი და განამტკიცე რწმენაში და მიდის და ამზადებს ამ მისთვის წამების და 9 დღის მერე მართლაც ესე იგი მათ საშინელ სატანჯოს შეამთხოვენ და მოწამეთა გვირგვინს ესე იგი მიიღებენ ესე. ქალწულების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ნეტარი ანასტასია ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა.
იგი დატუსაღებულ ქრისტიანებს ემსახურებოდა, მძიმე ყოფას უმსუბუქებდა, საკვებს ტანისამოს ურიგებდა, სნეულ პატიმრებს კი ღვთისგან მინიჭებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა. წმინდანი ყველა გაწამებული უკანონო პატიმრისთვის ნუგეშად იქცა. იგი დაოძლურებული ტუსაღებისთვის ციხის მცველებს მოისყიდდა ხოლმე და გატანჯულ დასნეულებულ ქრისტიანებს ბორკილებისგან ათავისუფლებდა. ამ უდიდესი ღვაწლისთვის წმინდა ანასტასიას ეკლესიამ საკურელთაგან დამხსნელი უწოდა. შემდგომ გადადის მაკედონიაში და იქ საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს ესე იგი ეხმარება და თეოდოტიას გაიცნობს ქვრივ ქალს, რომელსაც 3 ვაჟი ყავს, მასთან მეგობრობს და ესენიც ესე იგი მასთან ერთად ეხმარება ქრისტიანს და თეოდოტიას ქრისტიანობას გაივგებენ და შეიპყრობენ. და როცა სასამართლოზე ერთ-ერთ სენატორს მოეწონება და ეუბნება რომ მე მომეცითო ცოლათო და მე მოვაქცევ ისევ წარმართობაზეო და მოიყვანა თავის სამშვილთან ერთად და ესე იგი თეოდოტიას ქონება ეხარბებოდა უთხრა ჩემინებით გაჩუქებ ყველაფერს შენი იყოს ნუ წამართმევ ქრისტეს წმენას ვერ წამართმევ არაფრად არ მიყირს ეს სიცოცხლე და არაფერი და აი ამ პერიოდში ესე იგი მოუხდება ამ სენატორს წასვლა ჯერ ვერ აღასრულებს ძალმომრეობას და აი ამ პერიოდშიო გააცხოველებენ ქრისტიანთა ესე იგი დევნას ისინი ანასტასია და თეოდოტია ქრისტიანი ტუსაღების პატრონობასა და დახმარებას აგრძელებდნენ. სიკვდილით დასჯილებს კი პატივით კრძალავდნენ. ციხეები ქრისტიანებს ვეღარ იტევდა. დიოკლეტიანეს ბრძანებით საპყრობილეში ადგილები რომ გაეთავისუფლებინათ, ყველა ქრისტიანი ერთ ღამეში დახუცეს. მეორე დილით ციხეში მისულ ანასტასიას აღარავინ დახვდა. სასტიკმა ჯალათებმა წმინდა ქალწულსაც ბორკილები დაადეს და დიოკლეტიანეს მიჰგვარეს. ისეთი დიდებული იყო, რომ დიოკლეტიანე მიცნობდა გაიხსენა მისი მამაც, მისი მეუღლეც, მისი დედაც და ეუბნება რომ ესე იგი ნუ შეამთხოვს სატანჯველებს შენ თავს და დაუბრუნდი მამათა შენთა ღმერთებს და რა თქმა უნდა უარყოფს და არაფრად არ მიაჩნია ეს მისი დაპირებები და ასეთ რამეს ეუბნება მიხვდა მე დიოკლეტიანეს მისი ქონება სად არისო შენი ქონება და მეო ეს ქონებაო ღმერთს მივეციო და როგორ გლახაკებს და ობლებს დაურიგეო და ესე იგი ისე ჭერმეტყველო და ისეთი თავდაჯერებულებით და ყოველგვარი შიშის გარეშე ელაპარაკებოდა იმპერატორს და ვიფიქრა არ შევწყვე ამ დიაცთანო ესე იგი ისეთი ჭერმეტყველი იყო რომ ასეთი რამ მოიფიქრა რომ არ არისო კარგიო დიდებულებმა ასე დაბიოებს ელაპარაკოსო და დაბიოდ მიიჩნია და ესე იგი მოარიდეს იქად რა ვქნათო მოიფიქრეს და მოდიო ესე იგი იმას ქურუმთა მთავარს გადავცეთ იქნები მან შეაცვლევინოს რწმენდა ის აუცარი ის არის მრავალი ლიქვნითა და მზაკრობით ელაპარაკება და მერე ასეთი რამ გაკვეთა ერთ მხარეს თვალმარგალიტი დაუყო მეორე მხარეს აწამებელი იარაღი ერთ მხარეს ძვირფასი ლოგინი და მეორე მხარეს ესე იგი ნაკვერჩხლებით სავსე სარეცელი და მრავალი ესე იგი სატანჯო და უფრო გაუძლიერდა წმენა დღესვე მაწამეთ ეს არ არის პრობლემა ჩემთვის აი ეს არის ცოტა ადამიანისთვის გაუგებარი, მაგრამ თუ საღვთო მადლი აქვს ადამიანს და სულიწმინდა არის მასთან, ესე იგი შეუძლებელი აღარაფერია, თორე ადამიანის გონებისთვის ეს არის მიუწვდომელი, როგორ შეიძლება გაუძლო ამდენ ზეწოლას, გინდა მორალურს და გინდაც ფიზიკურს და ეუბნებოდა რომ 3 დღეო კიდე გადავდებ შენ წამოს და დღესვე აღასრულე არ მეშინია სატანჯველებს, ჩემოფალს მივახლებით დიოკლეტიანემ წმინდა ანასტასია სატანჯველად და დასამცირებლად ერთ-ერთ ქურუმს, ულპიანეს გადასცა. ბილწის რაფხებით ახსილმა უსჯულა ქურუმმა, გადაწყვიტა ნეტარ ქალწულზე ძალა ეხმარა. როგორც კი ამ უწმინდურმა წმინდანისთვის ხელი შეხება დააპირა, მაშინვე დაისაჯა და დაბრმავდა. ტკივილისგან გამწარებული ქურუმი წარმართული ტაძრებისკენ გაიქცა კერპებისთვის შეწევნა რომ ეთხოვა, მაგრამ გზაში დაეცა და სული განუტევა. წმინდა ანასტასია გათავისუფლდა და წმინდა თეოდოტიასთან ერთად ქრისტიანთა მსახურება გააგრძელა. მალე წმინდა თეოდოტია თავის 3 ვაჟთან ერთად
მოწამეობრივად აღესრულა. წმიდა ანასტასია კი ისევ შეიპყრეს. თავარმა რომელმაც კიდევ ერთხელ შეიპყრო ოღონდ სხვამ იფიქრა რომ ესე იგი რაც გინდა ქენიო იწამე ქრისტეო ოღონდ შენი ქონება მე დამითმევდესეონება როგორო უფალმა თქვაო წადი გაყიდე ყველაფერი და მიეც გლახაკდაო და გექნება საუნჯო სათაშინა და შენ რატომ მოგწეო უფლისა და გლახაკისა შენ რატომ მოგწეო თუ გლახაკს და ობოლს გნაყაო შენც მოგხედა მაგრამ ჩემ ქონებას მე მივცემ ობლებსა და უფალს დაუბრუნებ უფალმა მომცა და უფალს დაუბრუნებ და აი მაშინ ესეთი რამ მოიფიქრა რომ ესე იგი 30 დღე აშიმშილა და თვითონ წმინდა თეოდოტია ეცხადებოდაო და ეუბნება რომ რანაირად მეცხადები სიკვდილის შემდეგ და მოწამეებს ეს მადლი აქვთ რომ შეუძლია გამოეცხადოს სხვას და ანუგეშონ და განამტკიცონ რწმენაში და როგორ ნახავს რომ კიდევ ცოცხალი იფიქრა რომ ეს ისევ ესე იგი რაღაცა მოისყიდა დარაჯები და კიდევ 30 დღე აშიმშილა და დაბეჭდავს ამ ესე საკანს რომ არავინ ვერ გახსნას და ცრემლად ქონდა ესე იგი პურიო და ლოცვით იმხნევებდა თავს და უფალმა დაიცვა და კიდე რომ ნახა რომ ვერაფერი ვერ დააკლო იფიქრა რომ ესე იგი სხვა ქრისტიანებთან ერთად წავიყვან და ჩავძირავთ და დავახრჩობთ და ამით დამთავრდება წმინდა ანასტასია სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად წაიყვანეს მათ შორის იყო ერთი ქრისტიანი კაცი ევტიქიანე როცა ტუსაღებით სავსე ხომალდის ზღვაში გავიდა მხედრებმა ის რამდენიმე ადგილას გაბურღეს თვითონ კი ნავში ჩასხდნენ და ნაპირისკენ გაცურეს. ტყვეებს წმინდა თეოდოტია გამოეცხადა. იგი ალქნებს მართავდა და გემი ნაპირისკენ მიხავდა. დახრჩობას სასწაულებრივად გადარჩენილმა 120 ტუსაღმა ქრისტე ირწმუნა და მოინათლა. საბოლოოდ ისინი სიკვდილით მაინც დასაჯეს. წმინდა ანასტასიას ცეცხლში დაწვა გადაუწყვიტეს და ძელზე მიაბეს. ნეტარმა ქალწულმა სული უფალს შეავედრა და აღესრულა. მის წმინდა სხეულს ცეცხლმა ვერაფერი დააკლო. ანასტასიას უხრწნელი ნაწილები ერთმა ქრისტიანმა კეთილმსახურმა ქალმა, აპოლინარიამ, თავის ბაღში ფარულად დაკრძალა. მერე ქრისტიან დევნა რო შეწყდა აუღუშენებიათ ეკლესია და ისეთი სასწაულმოქმედი იყო და ისეთი დიდი სიწმინდე რომ უკვე რომ მერე კონსტანტინოპოლი დაარსდა და ბიზანტიის იმპერია გადააბრძანეს მისი სხეული რომ მთელი ესე იგი ბიზანტიის ფარველი ყოფილიყო და დაცული ყოფილიყო კონსტანტინოპოლი მისი სიწმინდის გამო ისე დიდი პატივდებული იყო საერთოდ აი დედები კიდე სხვა ფენომენია ეკლესიაში ნახეთ როცა მაცხოვრის ჯვარცმა იყო ყველა მიმოიფანტა ერთი მოწაფის გარდა და დედები დარჩნენ იქ სხვები გაიფანტნენ და ამ დედებმა უერთგულეს და აი ქრისტიანობაში ასეა ხო ქალი დამცრობელი იყო და რაღაცნაირად ნიფთათაც კი მოიჩნეოდა და არაფრად აკდნენ და ღვთისმშობლის სიწმინდის მერე ქალმა ეს პატივი და დიდება აღიდგინა ყველაფერი ჰქონდა წმინდა ანასტასია სხვა მოწამეებს ყველაფერი ჰქონდათ მაგრამ მათ უპირატესი აირჩიეს აი სწორი განსჯა თუ არა აქ ადამიანს ასათნოებებიც თქვენს უტყუილია ერთხელაც სწორედ არ იფიქრებს და სწორედ არ განსჯის და სწორედ არ გადაწყვეტს მის ცხოვრებას სწორი განსჯა ითვლება უდიდეს ხვაწლად და უდიდეს სიბრძნე და სიკეთეთ ეკლესიაში და აი ეს თუ სწორი განსჯა აქ ადამიანს და სწორად პრიორიტეტებს სწორად აირჩევს საიწავიდეს აი ამ წმინდათა გზაზე რომელთაც ყველაფერი ჰქონდეს მაგრამ ეს არაფრად მიიჩნეს და უფალი აირჩიეს თუ დაღუპულთა გზაზე წავიდე და ანასტასია საკურელ დამხსნელი დაგვეხმაროს რომ ცოდვის საკურელებისაგან ვნების საკურელებისაგან გავითავისუფლო თავი და ყველა ცხონდე და გადავშერთ და იქ დავიმკვიდროთ სადაც წმინდა ანასტასია და სხვა წმინდანები სუფევენ ამინ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ანასტასიას ძველი სტილით 22 დეკემბერს, ახალი სტილით კი 4 იანვარს მოიხსენიებს.